მზად ხარ წასასვლელად? მე მალე მოვემზადები. კარგი, ჩვენ დაგელოდებით. ეს შენთვის გაკუთვნილი შეკვეთა ხომ არ არის? შეკვეთა? შეკვეთას არ ველოდი. კართან იდო ის? ვისგან არის ეს? წერია დეი და ტანიასგან. ის ყოველთვის ყველაზე მაგარ საჩუქრებს აგზავნის. ნახოთ რა არის შიგნით. მაგრამ რაც შეეხება ფილმს? ფილმი 1 საათშია. ჯერ კიდევ გვაქვს დრო. კარგი, მოდი ვნახოთ. ვაიმე, თოჯინა. უბრალო მე სათამაშოა. მგონი საყვარელია. გონი საშიშია. თეი და ტანიას უნდა უთხრა, რომ უკვე თოჯინებით აღარ ვთამაშობ. კინოში მივდივართ? კი, მოიცა. რამე არ შევჭამოთ მანამდე? პორტუხალი მაქვს, გინდა? კი. კარგი, ესენი ჩემთვისაა. ეს მართასია. ეს ლეოსთვისაა. ეს შენთვისაა, თოჯინა. აბა წავედით. კარგად გავერთეთ. და ფილმიც შესანიშნავი იყო. ამელკა, ხომ არ გეცხინება, რომ შენთან დავრჩეთ? სტუმრების მიღება ყოველთვის მიხარია. შესანიშნავია. წავიდეთ. ჰეი, ამელკა, სად არის შენი ახალი თოჯინა? არ ვიცი, იქნებ მეტი მწა იყო სათამაშოდ. სამაგიდო თამაშებზე რა სიტყვი? მოდი გავაკეთოთ. სად არის სამაგიდო თამაშები? იქით, ტელევიზორთან. ამილკა, შენი თოჯინა ვიპოვე. სად არის? აი ისიც. ვერაფერს ხედავ. უცნაურია. ის ახლახან აქ იყო. წავიდეთ, ვითამაშოთ არა? ეს ჩემია. გადაწყვიტეთ სად წახვალთ ზაფხულის სარდადეგებზე? სერიოზულად? ზაფხულამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა. მომწონს წინასწარ დაგეგმა. ზღვაზე მინდა წასვლა და მეც მინდა სოფელში წასვლა ბებიასთან. სოფელში ეს წამება? მომწონს იქაურობა. დიას და მთელი დღე გარეთ მინდა ყოფნა. გოგოებო, ვინ მოიყვანა თოჯინა აქ? ეს მე არ ვიყავი. კარგი, მეც არ შევხები ვარ. კარგი, თავისით ვერ მოვიდოდა. ხო? როგორც ჩანს, მასაც უნდა თამაში. სისულელეებს ულაპარაკობ, ეს უბრალოდ თოჯინაა. კარგი, გაიყვანე აქედან, მეშინია. მალე დავბრუნდები. გავაგზავნოთ თამაში? კი, მაგრამ მწყურია. კარგი, წყალს მოვიტან. მადლობა. მართა, კბილეულის მოიტანე. სად არის? იქ, ქვემოთ. ბავშვებო, ახლავე მოდით. მოდით. ტარაკანი დაინახე? სახლში ტარაკნები არ ყავს. კარგი, ერთი ვნახე. ეს ტარაკანი არ იყო, მწერი იყო. ტარაკნებიც მწერები არიან. მაგრამ ეს ტარაკანი არ არის. ბავშვებო, აქეთ, ახლავე. რა არის მან? შეხედეთ, ვინ არის აქ? ამელკა, შენ დადე იქ? არა, ყუთში ჩავდე. გოგოებო, ეს საშინელებაა. მართა, ვითხარი, შენ ჩასვი ისაა? რა? რატომ უნდა გამეკეთებინა ეს? რომ შეგვაშინოს. ეს მე არ ვიყავი, გეპიცები. იქნებ სხვა თოჯინა? მხოლოდ ერთი გამოაგზავნეს. შეამოწმე მაინც. რა არის ეს? არა, ეს იგივე თოჯინაა. ცუდი წინათგრძნობა მაქვს, რა მოხდება თუ ეს თოჯინა? მოჭადოებულია? შენ ჩემს აზრებს კითხულობ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ერთ დაწყევლილ თოჯინაზე. მართალია, სხვა არ გვჭირდება. თოჯინა ბოროტი არ არის. ჩვეულებრივად გამოიყურება. საშინლად გამოიყურება. ყოველი შემთხვევისთვის, ნახოთ.
თუ ცოცხალი ხარ, ნიშანი მოგვეცი. როგორც ჩანს, საუბარი არ უნდა. კარგი, ან უბრალოდ თოჯინაა. რომელიც სახლში დამოუკიდებლად მოძრაობს? კი, უცნაურია. შეიძლება პულტით მართავენ. პატარაები არ არის. მაშინ ის ნამდვილად დაწყევლილია. რატომ გამოუგზავნოთ დეიდამ ასეთი თოჯინა? იქნებ არ იცოდა. რას ვაპირებთ? იდეა მაქვს. კარის ჩაკეტვა? კი, ახლა აღარ გამოვა. საშინელებაა ამ თოჯინასთან ერთად სახლში ყოფნა. დეიდას ვკითხავ, საიდან იყიდა ის? კარგი იდეაა. გამარჯობა, დეიდა ტანია. შენი თორჯინა მივიღე. ძალიან ლამაზია. ლამაზია? ხუმრო? ძალიან საშიშია. არ მინდა რომ დეიდა ჩემს ვაწყენიო. მითხარი, სად იყიდე? ხმევთო ჩემო. რა არის ეს? დეიდა ამბობს რომ ეს თოჯინა მას არ გამორგზავნია. აბა ვინ გააკეთა? კი, იქნებ თავისით გამოიგზავნა? თოჯინა გამორიცხულია. კი, შეეძლო. ეს საშინელებაა. ო, შეხედე, როგორ გამოვიდა? არ ვიცი. გასაღები არ მაქვს. ის თოჯინაზეა. მოიცა, მერთო ჩემო, როგორ მოახერხა ეს? საქმე ცუდადაა. დღეს ცუდად გვაქვს საქმე. ლეო, სწრაფად მოიტანე წებოვანი ლენტი. რა არის შემდეგი? ამანათი გავაგზავნოთ. გინდა დეიდას გაუგზავნო? არა მგონია რომ ის ამით ბედნიერი იყოს. კარგი, შორს გავაგზავნი, სადაც ვერავინ იპოვის. რამდენად შორს? ჩრდილოეთ პოლუსზე. პოსტა იქ მიდის? არ ვიცი, იქნებ თვითმფრინავიდან გადმოაგდონ. ასე რომ? კარგი. რაც უნდათ ისქნან, მე აღარ მინდა ეს თოჯინა ჩემს სახლში. პოსტალიონი მალე მოვა მის სასაღებად. მოდი დავწმუნდეთ რომ თოჯინა არ წავა, სანამ პაკეტს არ წაიღებენ. შესანიშნავი იდეაა. ლეო, არ დაიძინო. მეგონა ერთად დავაკვირდებოდით მას. ეს შენი იდეა იყო. თვალყური ადევნე. ო, არა, რა არის იქ? არაფერი. ყველაფერი რიგზია. პოსტალიონი უკვე მოვიდა ამანათისთვის? კი, და მან აიღო. კარგი, ამ თოჯინას აღარასდროს ვნახავთ. დაწმუნებული ხარ რომ იქედან ვერ გამოვიდოდა? უცი კარგად შევფუთე. ლენტს ვერ გახსნის. რა მოხდება თუ გახსნის? როცა მოიყვანეს არ გაუხსნია მას. კარგი, ისე მართალი ხარ. ლეო, რა გაწუხებს? არაფერია, ყველაფერი კარგადაა. პოსტალიონმა აიღო შეკვეთა? კი, რა თქმა უნდა. შეწყვიტე ჩემი ფეხის შეხება. მე შენ არ გეხები. აბა ვინ არის? არ ვიცი. ამილკა, მაგიდის ქვეშ. ლეო, შენ თქვი რომ ამანათი წაიღეს. მე თქვენი შეშინება არ მინდოდა, მაგრამ მან გამოსვლის გზა მაინც მოძებნა. კარგი, მაშინ როგორ მოვიშოროთ იგი? კიდევ რამდენიმე იდეა მომივიდა. მიდი, ლეო. ყუთიდან გამოსვლა მოახერხა. გგონია რომ თოკი გააჩერებს? ჯერ არ დასრულებულა. კარგი, ახლა უნდა გავარკვიოთ სად დავმალოთ. მოდით. ჩუმად, თოჯინა გვისმეს და შეიძლება გაიქცეს. ვიცი, სად დავმალო? ზუსტად, კარგი იდეაა. რამე იპოვე? რამდენიმე სურათი ვნახე, მაგრამ ჩვენი თოჯინა ვერ ვიპოვე. ვერც მე.
ბევრი საშიში თოჯინაა, მაგრამ ყველა ცოცხალი არ არის. კარგი, რას ვაკეთებთ? თოჯინას ყუთზე სახელი უნდა იყოს დაწერილი. კარგი, მომეცი ყუთი. კარგი. თოჯინას ქვია ანაბელი. კარგი, მოვძებნოთ Google-ში. ვიპოვე, თოჯინა ანაბელი. რა წერია იქ? ხო და წერია. ასე რომ 1967 წელს ჯონ ფორმა თავის ორ სულწოლს მიას ფაიფურის ანაბელის თოჯინა აფჩუქა. სახლში მისვლიდან ძალიან მალე მათ სახლში უცნაური რამე მოხდა. არაფერს არ გახსენებ? ის ზუსტად ჩვენნაირია. ეს ნამდვილად ჩვენი თოჯინაა. მოусმინეთ. მენზობელ სახლში საზარელი მკვლელობა მოხდა. პოლიცია მიქ კულტურის სიმბოლოები იპოვა. გადარჩენილი ქალიშვილი კი უცნაურ თოჯინაზე ყვებოდა, რომელსაც დემონი მართავს. დემონი? ჩვენს სახლში დემონი ცხოვრობს? მეც ასე მგონია. ანაბელი უბრალოდ თოჯინა არ არის, ის დემონითაა შეპყრობილი. ბოროტ სულს შეუძლია როგორც საგნების, ასევე ადამიანების შეპყრობა. არა მგონია დემონს რომ გავუმკლავდეთ. დახმარება გჭირდება. მინდა გვეხმარება? ასე რომ, ახლოს ეკლესიაა. მათ იციან როგორ ებრძოლონ დემონებს. უძლები ბოროტის სულებისა და დემონების ექსპერტები არიან. კი, დემონი თოჯინიდან გამოიყვანონ. თოჯინა იქ წავიყვანოთ? არა, მოდი დაურეკოთ და მღვდელს ვთხოვოთ. საღამო მშვიდობისა ამელია, ასე რომ ეკლესიის მღვდელმა გამომაგზავნა. მეგონა მღვდელი პირადად მოვიდოდა. ის ძალიან დაკავებული კაცია. იმედია რომ დაგვეხმარები. რა თქმა უნდა. დაჭეკით. ანუ თქვით რომ თქვენს სახლში ბოროტის სული ცხოვრობდა, ხო? დემონი. სახლში არ არის, ის თოჯინაშია. შეგიძლიათ ის თოჯინა რომ მაჩვენოთ? კი, ახლავე. აქ იყო. სად არის თოჯინა? კარგი, არ ვიცი. კარგი, მოიცა. აქ არის, ვიპოვით. კარგი. ანაბელ, სად ხარ? გამოდი გარეთ. დემონის სახელი ანაბელია? კარგი, ასე წერია ყუთზე. თოჯინის სახელია და არა დემონის. რა უნდა დავარქვათ მას? დემონო, გამოდი გარეთ. სულელურად ჟღერს. სულაც არა. ვაიმე! რაშია საქმე? თოჯინა, ის საშინელებაა. სად არის? იქით, სკამის ქვეშ. კი, საშიშია, მაგრამ არაფერს დაგიშავებს. კარგი, ცდები, ამ თოჯინაში საშინელ ბნელ ძალას ვგრძნობ. მართლა დემონია? დიახ, და არა ნებისმიერი, ძალიან ძლიერი დემონი. რამე შეგიძლია გააკეთო? შიშობ რომ აქ უძლური ვარ. მაგრამ ვიცნობ ძლიერ ეგზორცისტებს. ეგზორცისტები? ვინ არიან ეგზორცისტები? ადამიანები, რომლებიც დემონებს აძევებენ, მათ შეუძლიათ დაგეხმარონ, აქ მოიყვან მათ. არა, მაგრამ შემიძლია ეს თოჯინა მათთან წავიყვანო. მშვენიერია, ჩვენ უბრალოდ მისი მოშორება გვინდა. კარგი, მე მას წავიყვან, მაგრამ ფრთხილად იყავით. შეიძლება დემონები დაბრუნდნენ. კარგი, ახლა უსაფრთხოდ ვართ. იმედი მაქვს რომ ასეა. რას აკეთებ ფანჯარასთან? უცნაურია, მონაზონი ჯერ კიდევ არ წასულა. რატომ? არ ვიცი, ნახევარი საათია, მანქანაშია. იქნებ რამე მოხდა? მოდი ვნახოთ. მონაზონო, აქ ხარ?
უცნაურია. ის არსად ჩანს. ის გარეთ აქსად არის. შემოვიაროთ და ეზო დავათვალიეროთ. ჰეი, მონაზონი ნახე? გასაგებია. მონაზონო, სად ხარ? მონაზონო, სად ხარ? მონაზონო. ვინ ისროლა? აქ ხარ? მონაზონო. ბავშვებო, აქეთ, მე ვიპოვე. როგორ არის? ის კარგადაა. შიშისგან გონება და კარგად დაინახა მან. ლეო, კარგად გაანათე. ჰეი, კარგად ხარ? რა მოხდა? მოგვიყევი. ის თოჯინა დაგესხა თავს? არა. დემონმა დაინახე ის? კი, ძლიერია. ყველანი საფრთხეში ხართ. როგორ დავამარცხოთ ის? ეს შეუძლებელია. დემონი ძალიან ძლიერია. ჰეი, არ დაიძინო, გაიღვიძე. დასვენება სჭირდება. უნდა მოვიფიქროთ მისგან თავის დახსევის გზა. გაიგეთ რა თქვა მონაზონმა? ჩვენ მას ვერ გაუმკლავდებით. ეგზორცისტები დაგვიხმარებიან. მართალია, თოჯინას თავად მივიყვან მათთან. ჩვენ და შეგვიძლია მანქანის ტარება. და მართვის მოწყობა არ მაგრამ გვაქვს. ჩვენ გვყავს სკუტერი. მართვის მოწყობა არ სჭირდება. მოისა, რაღაც რიგზე არ არის. რაშია საქმე? ვიღაცამ სკუტერი გააფუჭა და ახლა ის აღარ მუშაობს. ვინ გააკეთებდა მას? კარგი. გონი ვიცი ვინც გააკეთა. როგორც ჩანს, ამ თოჯინას ჩვენი სახლიდან გასვლა არ უნდა. ამელკა, ეს არ გამოვა. შენ უკვე სცადე? ვიცი, სკუტერის გამო ძალიან გავბრაზდი. ჯობია ასე არ მოიქცე, თორემ დემონი შეიძლება გაბრაზდეს. უკვე გაგიჟდა, სანამ არაფერი გაუკეთებია. ეს კარგია. რამდენიმე ხელსაწყოა სკუტერის შესაკეთებლად. მე ისინი მჭირდება. მე მათ ავიღებ. ისინი მთაროზე არიან. გასაგებია. მონაზონო, საჭმლით თამაშის დრო არ არის. მე ვთქვი რომ ამის დრო არ არის. მონაზონო, სად ხარ? ეს სასაცილო არ არის. სად იმალები? გააღე. მადლობა რომ დარჩენის უფლება მომეცით. ცოტა უნდა დაისვენო. დემონთან დაკავშირებით შენი დახმარება დაგჭირდება. ადრეც გითხარით, ასეთ ძლიერ დემონს ვერ გაუმკლავდები. უბრალოდ გითხარით თუ რა იცი? დემონებს შეუძლიათ ყველანაირ საგნაში შევიდნენ. ადამიანებშიც მოიცა. როგორ მართავენ დემონები თოჯინებს? ასე რომ ეს საშინელ რიტუალს მოითხოვს და ადამიანის სისხლის დაღვრას. არსებობს რიტუალი დემონის თოჯინიდან გამოსაყვანად? ასეა. ეგზორცისტები ამას აკეთებენ. როგორ აკეთებენ ამას? შემიძლია გითხრათ, მაგრამ რა აზრი აქვს? ჩვენ ამას გავაკეთებთ. საკმარისად ძლიერები არ ხართ. დემონს უბრალოდ მხოლოდ გააძლიერებ. მაინც უნდა ვცადოთ. კარგი, მაგრამ მე გაგაფრთხილეთ. ლეო სად არის? მას ხელსაწყოები არ უპოვია. მოდი ვნახოთ. ლეო, აქ ხარ? ის აქ არ არის. ლეო, სად ხარ? იქნებ. ის ამ ოთახშია. ლეო, რას აკეთებ? რატომ უყურებ ამ კედელს? ლეო, გესმის ჩვენი? რაღაც რიგზე არ არის. რაზე ლაპარაკობ? ამ თოჯინაში დემონს ვერ ვგზნობ. მართლა? ასე რომ ის წავიდა? არა. აქ არის. მაგრამ არა ამ თოჯინაში, რომ დემონებს ნებისმიერი რამის შეპყრობა შეუძლიათ. იქნებ თოჯინიდან სხვა რამეზე გადავიდა, მათ ასევე შეუძლიათ ადამიანების დაუფლებაც.
ლეო, ახლა დემონია, წავიდეთ. უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად. სწრაფად, მალე. საოცარია, დემონი მოვატყუეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს დემონი ჯერ კიდევ შენი მეგობის სხეულშია. რამე შეგვიძლია გავაკეთოთ? მე ვიცი, როგორ გამდევნო დემონი ადამიანის სხეულია. ადამიანიდან განდევნო, მაგრამ თოჯინიდან არა. დემონები უფრო ხშირად იპყრობენ ადამიანებს, ვიდრე თოჯინებს. რა არის ეს? ასე რომ, ეს ნიშანი ხელს უწყობს დემონის განდევნას ადამიანის სხეულიდან. და როგორ იყენებთ მას? კარგი, ქაღალდი ლეოზე უნდა დაადოთ. შემდეგ დემონი დატოვებს მის სხეულს. მაგარია, მოიცა, დემონს შეუძლია თქვენში შემოაღწიოს. ეს სიმბოლოები დაგიცავთ. შეგიძლიათ ისინი ჯიბეში ჩაიდოთ. წავიდეთ. ლეო, გესმის ჩვენი? შენი დახმარება გვინდა. დემონს შენგან გავაგდებთ. უბრალოდ აიღე ეს ფურცელი და თავს უკეთ იგზნობ. დემონი ამის გაკეთების უფლებას არ მოგცემთ. ძალის გამოყენება მოგვიწევს. ლეო, დამშვიდდი. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ. დამეხმარეთ. მიშველეთ. მიშველეთ. აიღე ეს სიმბოლო. დემონმა დატოვა იგი? ლეო, გესმის ჩვენი? ეს რა ნივთი მაქვს სახეზე? რა მოხდა? არ გახსოვს, დემონით იყავი შეპყრობილი. მახსოვს, რომ მამელკას ოთახში შევედი და შემდეგ რა მოხდა? საძინებელში შევედი და იქ თოჯინა დამხვდა. ასე რომ, დემონი თოჯინიდან შენს სხეულში გადმოვიდა. ისე ციოდა, თითქოს ყინულიან წყალში ვიხჩობოდი. ახლა ყველაფერი დამთავრდა. არა, გოგოებო, ჯერ არ დასრულებულა. რა გინდა ჩვენგან? ის წავიდა. რა არის ეს ნიშნები? ესენი დემონური ანბადის ასოებია. რა მოხდება თუ ისინი სკოლაშიც სწავლობენ? ჯოჯოხეთის სკოლა არ მინდა იქ წასვლა. ასე რომ, როგორც ჩანს, დემონს რაღაც უნდა რომ გითხრას. დემონები შენაც გვასწავლიდნენ. შემიძლია რომ ესენი წავიკითხო. მაგარია, რომ გავიზრდები, ხვდელი გავხდები. არ მიგიღებენ. რატომაც არა? პასკას აღდგომის დადგომამდე წამ და არ ამბობ ქრისტე აღსდგაო. შენ მოძალარდეს ხარ. კარგი რა, ღმერთი ყველაფერს მაპატიებს. კარგი, ვიცი რასაც ამბობს ეს. დემონი ფთხოვს რიტუალის შესრულებას, რაც მას ჯოჯოხეთში დაბრუნებაში დაეხმარება. დემონს ჯოჯოხეთში დაბრუნება უნდა? კარგი, ეს შესანიშნავია. ჩვენ დავეხმარებით მას. კი, ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ. არა, დემონები მატყუარები არიან. მათ ვერ ენდობით. არა მგონიათ ყუილი იყოს. კი, არასდროს სადა ჩვენი მოკლა. მართალია, იქნებ ის არც ისე ცუდია, როგორც ჩვენ გვეგონა. მან ლეო შეიპყრო. ცოტა არასასიამოვნო იყო, მაგრამ თავს კარგად გრძნო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ ჩვენი დახმარება უნდოდა. იქნებ ის დემონიც კი არ არის. ანგელოზია. არა, არ იცით რაზე ლაპარაკობთ. შენ ახალი მონაზონი ხარ, არა? კი, რატომ? მაშინ რაღაც უნდა იყოს, რაც არ იცი. ახალი ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ დემონის ნდობა არ შეიძლება. ვინ არის რიტუალის შესრულების მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? გადაწყვეტილია, რიტუალს ვატარებთ. მოიცადეთ! როგორც ჩანს, თოჯინას ყველაფერი უკვე მომზადებული და აქვს. მოდი, რაც უნდა, ისე გავაკეთოთ და ეს ამბავი დავასრულოთ. როგორც ჩანს, ეს არის შელოცვა, რომელიც უნდა წავიკითხო. ყველამ ერთად გავაკეთოთ. შაგან, კაპუნ, კანჟაგუნ, იგან, გაჩერდით. ნუ გააკეთებთ ამას. შუნიგურან, სთან, შუნიგურან, სთან. გაამართლა? ახლა უსაფრთხოდ ვართ? გოგოებო, მე არ ვარ დარწმუნებული. ის უბრალოდ უფრო საშიში გახდა, ასე რომ დემონი ისევ აქ არის და რიტუალმა ის უფრო გააძლიერა. ო, არა, რა გავაკეთეთ?